Am პირველ ცდომაზე საქართველოს ოფის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი იქნება ამ დარბაზის წესდება და ასევე სააგენტო წარდგება სამოქალაქო სექტორის წინაშე სამომავლო გეგმები. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმ თვალსაზრისით, რომ გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები და წინადადებები იმისთვის, რომ ჩვენ ერთიანად ვემსახუროთ იმ საქმეს, რასაც ქვია საქართველოს მოსახლეობის და მოქალაქეების უვნებელი სურსათით უზრუნველყოფა. როდესაც დგება დიალოგი აღმასრულებელ სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, ეს პირველ რიგში წარდგება მომხმარებელს. ჩვენ გვექნება საშუალება მივაწოდოთ რეკომენდაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოს. სურსათის ეროვნული სააგენტო, რა თქმა უნდა, ამას ალბათ გაითვალისწინებს და ჩვენი შრომა იქნება შედეგიანი და ნაყოფიერი.